3-2-1 წავიდა ჯიმი და ნიკო გიბრუნდებათ მუდმივი განკითხვის დღით, რომელსაც სად დავიწყო და მე არ ვიყავ მზად იმისთვის, რომ გამაგრძელებინა ესე. გამარჯობა. დღეს ვლაპარაკობთ შავზე, რომელიც თეთრია, თეთრზე, რომელიც შავია და ძალიან თავს შევიკავებთ, რომ 1984-დან რამე რეფერენსი არ მოვიტანოთ, რომ არ გამოვშთეთ, რომ წიგნი გვაქვს წაკითხული. გვაქვს, მაგრამ არ ვიზამთ მაგას. ოკეი? ოკეი. კაი. ხო ის დრაზე ელაპარაკი, თუ არ იცით, აი ხავე გეტყვით. მოკლედ, ახლა ჯიმის გადავცემ მიკროფონს სიტყვას, მაგრამ პეტლიჩს. მაგრამ მანამდე ვიტყვით, რომ ბოლო ერთი კვირა ვისაც ტელევიზორში რამე ახალ ამბებთან დაკავშირებული გინახავთ, აღმოაჩენთ, რომ თურმე გვიცხოვრია სიცრუეში. სიცრუეში დიდი ხანი. გერბლიანის საქმეს გვეგონა რომ იყო. ძალიან მარტივი ცხადი ამბავი, ვინ გმირი იყო, ვინ ანტიგმირი იყო, ძალიან მარტივად იყო ყველაფერი. რა ვიცი, არ მეგულება საქართველოში ადამიანი, ვინც ეს ისტორია არ იცოდეს, ვინც ეს კრიმინალური ამბავი და ძალიან ცუდი ამბავი არ იცოდეს. ცუდები ერთმხარეს იყვნენ, იყო მაშინ მართლმსაჯულება, სასამართლო სისტემა, პროკურატურა და მთელი სახელმწიფო სისტემა. აქეთ იყო გირგვლიანების ოჯახი, მისი ადვოკატი შალვა შავგულიძე და ის ადამიანები, ვინც პერიოდულად აქციებს მართავდნენ და სამოქალაქო საზოგადოება. დათო ჯანდიერიც არ გამახჩეს ესეც. დათო ჯანდიერიც ადვოკატი კი ბატონო. სტრასბურგამდე წავიდა, გაირკვა მერე, აი სად თეთრია, სად შავია, ვინ მტუანია, ვინ მართალი არის და სტრასბურგში ასევე ის თეატრულუკიანიც აქტიურად იყო ჩართული ამ ამბებში მაშინ, რომ არ მაგრამ ხო იცი წარსული როგორ მოულოდნელობებით სავსეა. მაგრამ უცაბედად კი. ჩვენმა ისტორიკოსებმა ბორბალი უკუღმა დატრიალებულა და აღმოჩნდა რომ ბორბალი უკუღმა დატრიალდა, რა ხდება? ხო, აი ესეთი საბჭოთა ისტორიკოსებზე შაყირობდნენ ხოლმე, რომ საბჭოთა ისტორიკოსების დევიზი არის შევცვალოთ ისტორია უკეთესობისაკენ. ცოტა ზედმეტს ხომ არ იღებს ბატონი შალვა თავის თავზე ამ ბოლო დროს და გეტყვით რატომ? ვინ ანდო მას ქართველი ხალხის სახელით, იმიტომ რომ სანდრო გერგულიანის სიცოცხლე მარტო არც სანდრო გერგულიანის და არც ოჯახს არ ეკუთვნოდა სიცოცხლე საჯარო სიკეთეა. ოჯახმა ანდო და ოჯახს ეს საქმე მოაგებინა შალვა შავგულიძემ და დავით ერთად. საქმე ძალიან გთხოვთ. მთელი სახელმწიფო სისტემა სტრასბურგის სასამართლო იტყვის ამას, რომ მთელი სახელმწიფო სისტემა მოზიდული იყო იმისკენ, რომ აი ეს მოძალადეები არ დაესაჯათ სათანადოდ, ხო? ვიღაც შემსრულებლები დასაჯეს, მიუსაჯეს, მოკლედ რაღაც X წელიწადი. ახლა ამბობენ რომ შალვა შავგულიძეს აქ რომ რაღაც ნაბიჯები გადაედგა, მიუჭიდნენ მაგს X + 2 წელიწადს, ხო? ადვოკატი ამბობს რომ ეს არ იყო ჩვენი მიზანი იყო ის რომ თვითონ სახელმწიფო გვემხილებია, მთელი სისტემა გვემხილებინა, როგორ ესე იგი ერთი ცალკე აღებული მოქალაქის გასასრესად იყო მობილიზებული მთელი ეს სისტემა. მან შეძლო. რაში ახლა ჩაძიებაც ცოტა აბსურდი ჩანს, იმიტომ რომ რაღაცები ვიცით, უკვე შევთანხმდით ამ ხნის განმავლობაში, რა იყო სწორედ და რა იყო არასწორი გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით და ეხლა თურმე პირიქით არის ეს ყველაფერი შავი თეთრია, თეთრი შავია და ამაზე კიდე აბსურდი და არის ოჯახი კმაყოფილია, კმაყოფილი იყო ყოველ შემთხვევაში, მოკლედ ყველა ვინც ამ საქმეში იყო ჩართული, კმაყოფილი იყო სტრასბურგის გადაწყვეტილებით. მაგრამ ეხლა გახდა უკმაყოფილო. ეს რა უბედურება, ეს რა სიბნელეა ხალხო. როგორ შეიძლება ეხლა ამ აბრაკადაბრას მოსმენა? თუ შევყვეთ ახლა. რა შეიძლება კიდე მოვიფიქროთ ესეთი ძველი ამბავი, რომელზეც ახლა ვიტყვით, რომ არ იყო სწორი თურმე, რაღაცა ჩვენ ვიცოდით, რომ კარგი იყო და ისტორია რო შევცვალოთ უკეთესობისა. შევცვალოთ იკათას. აი ახლა დავით აღმაშენებელმა მოიგო დიდგორის ბრძოლა. მაგრამ ახლა როგორ გარისკა ისინი რამდენი იყვნენ? ბევრი აი რაღაც 500.000-ო, 600.000-ო. ჩვენ 3 მილიონი ვთქვა ჩვენი რამედის, აი ძალიან ბევრი. ბევრი, ხო. ამიტომ 500-ი არ იყვნენ, მაგრამ ვიცი ხო, გაზიადებულია. მაგრამ ნუ ბევრი, ჩვენზე ბევრი იყვნენ. სულ მდგომარეობაში ვიყავით. ამათან მერე ხეობა ჩახერგა უკარო არ დაგვი. აი დავხერგავ ხეობას დავით. აი როგორ რისკავ? ხო, კი მოიგო, მაგრამ არა მანამდე არაერთხელ დაუმარცხებული ვარ, მაგრამ ბოლოს გადავრჩენილი ვარ და იქ ხო ერთხელ და სამუდამოდ გავიჟილიტებოდით. რა უფლება ქონდა რომ ესე გაიგო? არა, მე მგონია რომ თავიდან უნდა გადავხედოთ ამ ყველაფერს, რომ აღმაშენებელი კი არ იყოს, დავით მრისკავი იყოს, რომელმაც შეაგდო სასწორზე საქართველოს ბედი, ან ჩვენ ვამბობთ რომ კაი მეფეა, მაგრამ დღევანდელად მოიქცა. რანაირად ქნა ეგა? რანაირად? ისინი რომ გამოდიოდნენ, მე უახლეს ისტორიას გადავხედავ, მაგრამ ესე იმეჩი შეჭრას რომ ესე ცალსახად აბრალებენ, რომ იქ პირსისხლიანი 9 წელი რო გამოდიხარ ეს გიორგი თარგამაძე რო ხარ და რა ამბობ რო რაღაცებს რო რისკავ იქნება ჯობია რომ რაღაც არ გარისკო მაგ დროს და არ შემოიჭრებიან ძალიან გადავაჭარბენ არა ახლა იმევროპაში და ხოლმე რომ
დიდგორზე გამახსენდა. ფეხბურთში რა დიდგორი ქონდა? აი 91. კალცა ის აი გადამწყვეტი გოლი გაიტანა დარასელია, მაგრამ იქ თუ დააკვირდები ხო ბურთს რომ მიიღებს კოტე მახარაძეა კომენტატორი და ამბობს რომ ბურთი ხო მიიღო. საჯარიმოში რო შევიდა შეუძლია უკვე დაარტყავს, მაგრამ ის ურტყავს? არა, კიდევ ერთს რისკავს. Вошел штрафную, может быть, обвел второго, удар ворота, гол! 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 რისკავს, რატო რისკავს? რო ვერ გაეტანა, ვერ მოვიგე. გაიტანა, მაგრამ რო ვერ გაეტანა რა მოხდებოდა? აი, ამიტომ არის სანდი გმირი და გმირი ვინ არის? იმათი მცველი, ასეთი ჰოპე იყო, რომელმაც გაიტანა გოლი. თუ გოლს ჩვენები არ გაიტანეთ, ამას ვერ მოვიგებთ. თითქო ეს ფეხბურთში ესე ხდება ხოლმე, დამიჯერე ესე ხდება ხოლმე. ჩვენებს არ გაქონდათ გოლი, სანამ ჰოპემ არ გაიტანა და არ გაამწარა ჩვენები. К этому мячу, удар ворота, гол! აი მე ერთი თნულს რო ვაგებდით, გაიტანენ ჩვენები ორი. იმას რომ ის გოლი არ გაეტანა, ჩვენები არ გაიტანდნენ. არ გაიტანდნენ, ვერ მოიგებდნენ. ანუ ახლა ჰოპე არის, ვინც არის კარგი ტიპი. კი. მე ხა გავიგე, მაგრამ ჰოპე ვიცოდით რომ იმათი მცველი იყო, მაგრამ არა გენაცვალე. ჰოპე იყო ჩვენკენ. დარასელემ არ მისცა შანსი იმას რომ ავტოგოლი გაეტანა თავის დროზე და არ მიუგორა ბურთი მაშინ და ვიტალი დარასელია ძალიან გარისკა და ძალიან ცუდად ითამაშა. მოიქცა უპასუხო. მოვიგეთ, მაგრამ უპასუხო. ხო შეიძლება წაგვაგო. აი მეორე მოტყუების დრო შეეძლო ბურთი დაეკარგა და ვერ გაიგო. თავისუფლად შეიძლება. რა ვიცი, ეგ გამაგზი, კიდე რა გახსენდება ეგეთი. აი ახლა სოფლიო რეკორდი რო დაამყარა დალახაძემ. სულ ყოველთვის ესე რისკავს ხოლმე გამოდის, არასოდეს. უფრო მეც წევს ვიდრე მანამდე აწია და ეგ არის რისკი, იმიტომ რომ ძიმეა ის ოხერ, ეს კია ძლიერი, მაგრამ ხო შეიძლება ვერ აწიოს და წააგოს. მე მგონი რეკორდი, რა რეკორდდება, ხო შეიძლება ვერ აწიოს. გმირი არის, მეორე ტიპი, ვისაც ხვდება დალახაძე, ხა ძალოსნების გვარი არის, დალახაძის გარდა არავის საერთოდ, მაგრამ ყველა სხვა მის გარდა. ყველა სხვა მის გარდა, იმიტომ რომ ყველა სხვა რაღაცნაირად ცდილობს რომ არ ვიცი რა ცდილობს, მაგრამ ეს რისკავს. თან რაღაც ძალიან უცნაური ის არის. აი ესე აშკარა თეთრ რაღაცაზე რო ამტკიცებ, რომ შავიაო, ხო აი ძალიან აი მაგალითად რო ამტკიცო ახლა ნიკო შენ რომ კარგია ნარდის კამათელს გვაგორებენ, ხელით კი არა ფეხით გავაგორო თუ ესე უკეთესი. აი რაღაც აი რო დაარწმუნა, დამარწმუნო ახლა შენ მე. რომ ან ჩოგბურთი ვითამაშოთ. გამდვილად ხო? თან რო ესე სერიოზულში რო გადავიყვანოთ, იქ არის ხალხი, ვინც სიტყვა სულხან მოლაშვილის მეგობრები იყვნენ და სულხან მოლაშვილი თელმა როგორც ოჯახი ამბობს თვითონ ამბობს და ყველანი ვარ შეთანხმებული რომ სახელმწიფომ გაწირა სახელმწიფომ მათ შორის კონკრეტულმა ადამიანებმა ვინც მიუსაჯეს ციხეში ექცეოდნენ სასტიკად რომელიც ასევე სტრასბურგმა დაადგინა და სულ ყველა მონაწილეობა მიიღო რომ ის კაცი რომ გამოვიდა ციხიდან ცოცხალი აღარ იყო ფაქტობრივად ან ციხეში იყო ძალიან ცუდი რაღაცები დაემართა და ეხლა ის ხალხი ვინც მათ შორის ციხეში ჩასვა და სულხან მოლაშვილის მეგობრები არიან რომ არა ეს იმან ციხეში ჩასვა, მაგრამ ეს არის ვიღაც ხვის ბრალი და არა იმისი ვინც გააწყვეტილება მიიღო. ხო მეცლება ეგრე არის. ეგრე ძალიან უცნაურია, სულხან მოლაშვილზეც ჩაეკითხნენ, სულხან მოლაშვილის ადვოკატიც ის მოსამართლეშვილს, ხო? ხო. ის მურუსიძე იყო მოსამართლე და ნუ პირნათელი არის, აი ეს გვარი. ხო ადრე თამაში რო იყო ქალის სახელს ვერ გათქმევინებ? ვერაფრით ათქმევინეს. ვერაფრით. მთელი სისტემა იყო მანკიერი და მოკლედ უყურებ აი ამ იმას რომ ხელისუფლების ქცევას როგორ ცდილობენ ესე იგი თეთრი შავად გაასავალ აი დაახლოებით იქცევენ ისე ლურსმანი ნიკო რო აიღო ლურსმანი და ეს ამოატრიალო და სქელი მხრით სადო რო უყურებ სასაცილოა მაგრამ ახლა თუ წარმოიდგინე რომ ჩვენს ხეულს აჭედებენ ამ ბრტყელი თავით ცირა მაინტერესებს რომ ეგ მაგას ყიდულობს ვინმე ანუ მე მესმის რომ ცოტა როგორ რაღაცა იცი არ ვიცი რო უყურებ რო რჩება შტაბეჭდილება რომ ეს არის ბრეინსტორმინგის შედეგი სადაც ისხდნენ ვიღაცები ერთად მათ შორის იურისტები და ესე ამბობდნენ რომ აი ბიჭო აი ნახე ეს შეგვიძლია გარისკა აი ნახე ბიჭო ვაწვევით რომ გარისკა და მე რაც მესიჯ ბოქსი მოდის რომ მე შაგულიძემ გარისკა რა გარისკა და გაამართო რა ვიცი მოიგო და ეხა არის მთელი რიგი ანდაზებისა მაგაზე ვის როგორ ასამართლებენ. ხო, მოკლედ ერთმანეთი დააჯერეს, მაგრამ ახლა ხალხს დააჯერებენ. გამარჯვებულს არ ასამართლებენო, მაგრამ გააჩნია მოსამართლებინად. აუ, ასამართლებენ კი არა, ნიკო. აკ ყველას ასამართლებენ თუ. დავიშალეთ ამ ხიარულად ჩვენც თუ გასამართლება მოგინდათ ვინმესი ან ამესი, მაგისთვის სასამართლო არსებობს, თუ აზრის გამოთქმა გინდათ, ქვევით კომენტარებში შეგიძლიათ. ასევე თავში უნდა მეთქვა და დამავიწყდა, ასე გითხრას, რომ თავშივე უნდა თქვაო, რომ YouTube-ზე გვიყურეთ, იმიტომ რომ YouTube-ზე გვინდა რომ გვიყუროთ. აი, ხმაური. ეხლა შეგიძლიათ